გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ზურა თორიესა და სალომე ლემონჯავესთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. კვირის თემა: ჟენევის მოლაპარაკებების 35 რაუნდი. ქართველი მორაგბეების დიდი გამარჯვება. მომღერალი ნათია თოდუა. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობა და მათი დაცვის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გააქტიურება. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გაწეული მუშაობა და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება. ამ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საპარლამენტო კომისიის სხდომა, რომელსაც საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ვახტანგაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე მოისმინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თორთლაძის ინფორმაცია ამ კუთხით სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციით სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობაზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ურთულესი მდგომარეობა უკვე არა მარტო ქართული მხარის, არამედ თვით აფხაზი და ოსის საზოგადოებების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამიტომაც საკითხის კიდევ უფრო აქტუალიზაციაა საჭირო. მისი განმარტებით ისტორიული ძეგლების საერთაშორისო მონიტორინგის მიზნით ქართული მხარი საუბრობს ჟენევის მოლაპარაკებებზე. მიმდინარეობს მუშაობა იუნესკოს ორგანიზაციასთან და სხვა კომპეტენტურ ორგანიზაციებთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილია აფხაზეთის დარბაზი სოხუმი, სადაც გამოფენილია კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. იგეგმება მსგავსი დარბაზის შექმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ისტორიული ძეგლების შესახებაც. მიმდინარეობს მუშაობა ონლაინ მუზეუმის შექმნაზე, რომელშიც შევა ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ისტორიული ძეგლები, სამუზეუმო ექსპონატები და საარქივო მასალა. ყველა საერთაშორისო ფორმატი არის გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს მიტანილი საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენი წუხილი და ჩვენი პრობლემა, რომელიც შეეხება მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წლების განმავლობაში აქვს გაკეთებული მიმართვები იუნესკოს გენერალური დირექტორის სახელზე. მათ შორის პირველი ესეთი მიმართვა საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით განხორციელდა 2010 წელს, სადაც სწორედ ხაზგასმული იყო ის, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძარზე იყო გარკვეული სამუშაოები ჩატარებული, რაც მოითხოვდა სასწრაფო რეაგირებას და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ითხოვდა იუნესკოს გენერალური დირექტორისაგან ყისიერ რეაგირებას და ექსპერტების ჩართულობას საიმისლოდ, რომ არ განადგურებულიყო ქართული კვალი, რომელიც მიზანმიმართულად მოგეხსენებათ მიმდინარეობს დღემდე. ასევე ერთ-ერთ მიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრის იუნესკოს გენერალური დირექტორისათვის თანდართული მიმართვას ჰქონდა იმ ძეგლების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი აზრით საჭიროებს სასწრაფოდ რეაგირებას ექსპერტების მხრიდან და ეს ძეგლების ჩამონათვალი 22 ძეგლი იყო ამ ჩამონათვალში მითითებული, არის გაგზავნილი იუნესკოში და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ თუ მივახცევთ შეთანხმებას ორგანიზაციასთან, რომ განხორციელდეს საქართველოში ექსპერტთა მისია, რასაკვირველია, ჩვენ შევთანხმდეთ უნდა ასევე იმ ძეგლების ჩამონათვალზე, რომელთა ექსპერტიზასაც, ტექნიკურ ექსპერტიზას მოითხოვს საქართველოს მხარე. სხდომას სხვადასხვა კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა მომხსნებელს უფრო ფართო სპექტრის კითხვებს უსვამდნენ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, საოკუპაციო ხასთან სოფელ ჯარიაშენთან შექმნილი ვითარება, აბაშიძე კარასინის ფორმატის პერსპექტივები, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა არ შეტანის საკითხი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. ეს ის კითხვებია, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სვამდნენ. დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხების წამოწევამ სხდომის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩვენ 100%-ით ვიცით, რა სიტუაციაა აფხაზეთის ძეგლთა დაცვის საკითხებში და ჩვენი ძეგლები რა მდგომარეობაში. საერთოდ კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში. მოვედით აქ, რომ ეს კომიტეტი საოცრად დიდ საქმეს აკეთებს. მაგრამ აქ სვამის საკითხს, რომ პოლიტიკურად გადააქვთ ეს და რა საკეთებს ეს დღევანდელი მთავრობა, არ არის ეს საკითხი ახლა გასარჩევი. ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, როცა წარმომადგენელი არის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მობრძანებული, ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ რაღაც სხვა მეთოდებით ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებს რაღაცა, რომ იქ რაღაცა შეიცვალოს. რომ მაგალითად ილორის მონასტერს რაც დაემართა და ეკლესიას, ეს არ დაემართოს სხვებსაც. ამიტომ ვიღწვით. ჩვენ სახელმწიფოებრივად ვიფიქრეთ, მაშინ
დღეს ამ ოპოზიციას და პოზიციას ერთად უნდა იდგეს და ერთად უნდა კეთებს ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ყველასია და მით უმეტეს ის დარჩენილი ძეგლები, რომლებიც იქ არის და საშინელ დღეშია, ეს ყველას ეხება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორქლაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე არსებული კითხვების გარდა სხვა ყველა დასმულ კითხვასაც უპასუხა, როგორც თავად აღნიშნა მისი კომპეტენციის ფარგლებში. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე იუნესკოს გარდა ევროსაბჭოს ჩართვის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ჯემალ გამახარიამ ერთ-ერთ შესაძლო ბერკეტად საკითხის საერთაშორისო სასამართლოზე განხილვა მიიჩნია. დიდი ხანია მიდის ამ საქმეზე მუშაობა, დიდი ხანია იუნესკოსთან, ასე იგი, ძალიან მჭიდრო კავშირები და კომუნიკაცია არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არის ერთი ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, საკითხი, რომ აი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად იქ არავინ არ ჩავა. მორჩა და გათავდა თავს მშვიდად გრძნობენ და რასაც უნდათ იმას უკეთებენ აი ამ ძეგლებს, როგორც უნდათ ისე უცვლიან სახეს. მაგრამ ძეგლის ავთენტურობის დაკარგვა ეს არის დანაშაული. დანაშაულია სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს არის კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა და ამიტომ ეს უნდა გახდეს საერთაშორისო სასამართლოს განსჯის საგანი. სხდომის ბოლოს აღინიშნა, რომ შეხვედრაზე მოსმენილი ინფორმაციების სამომავლოდ რეკომენდაციების სახით იქნება გათვალისწინებული ამ პრობლემაზე მომუშავე უწყებების მიერ საკითხის აქტუალიზაციის მიმართულებით. ვითარება კი არის რთული, მაგრამ მიდგომა ჩვენი არის ნამდვილად ესეთი და გზავნილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი მოქალაქეებისადმი და ჩვენი მოქალაქეებისადმი, რომ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით და ქართული კვალის წაშლით იშლება ჩვენი საერთო თანაცხოვრობის, ჩვენი საერთო კულტურა და ამიტომ აქედან გამომდინარე მოფრთხილება უნდა მას. ვფიქრობ, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც დაეგზავნება თუ შუალოდ აღმასრულებელ სტრუქტურებს, ეს იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ კულტურული მემკვიდრეობის კულტურის სამინისტრო, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და შეერიგების სამინისტრო და სხვა უწყებები მიიღებენ კვალიფიციური რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ საერთაშორისო აზრი შევქმნათ იმასთან დაკავშირებით, რასაც ქართული კვალის წაშლა ქვია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამაზე ყველამ უნდა გავამოხილოთ ყურადღება, ერთობლივი ძალისხმება და მივმართოთ ამისკენ და რაც თავარია, ეს თემა უნდა იყოს გამაერთიანებელი თემა ყველა პოლიტიკური ძალისათვის და არავინ არ უნდა შეეცადოს, რომ აი ამ საკითხებზე გარკვეული პოლიტიკური ქულები და დივიდენდები დაიწეროს. თავარი და ძირითადი ამოცანა ჩვენი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს მაქსიმალურად იმ ვანდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ქართული კვალის განადგურება ქვია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპსეების 2015 წლის ფინანსური ანგარიში. განვიხილეთ სამი ძირითადი საკითხი. ეხებოდა ჩვენ დევნილებთან მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას. მათ შორის დღეს განვიხილეთ სამეგრელოში 5 პოლიკლინიკის საქმიანობის შედეგები. მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, არის ჩვენი შპსეების და მათ შორის არის არა მარტო ჯანდაცვის ობიექტები, სხვა ობიექტებით, მათი ფინანსური წლის შედეგები და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დიდი ხანია ჩვენ მუშაობთ დემოგრაფიაზე, აფხაზეთში, მათ შორის დევნილებთან დაკავშირებით, ჩვენი მოქმედება, გეგმა ვერ გაცდება იმ შესაძლებლობებს, იმ სტრატეგიას, რაც შემოშებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით მომავალ მთავრობის თომაზე ვიმჯელებთ ბიუჯეტის შესრულებაზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სხდომაზე გამახვილდა ყურადღება სამეგრელოს რეგიონში არსებული ჯანდაცვის 5 ობიექტი და მათი დღევანდელი მდგომარეობაა. ესენია სენაკის, ხობის, ზუგდიდის, ფოთისა და ჯვარის პოლიკლინიკა. თითოეულის მოსანახულებლად ადგილზე ჩავიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მთავარი სპეციალისტი მანან გოგუა და თავად გაეცნო ვითარებას. ჯანდაცვის ობიექტები სამეგრელოს რეგიონში. უმეტეს მათგანს ის შენობა-ნაგებობები, სადაც ფუნქციონირებენ, აქვთ საიჯერო ხელშეკრულებით, რაც გარკვეულ წინააღმდეგობებს და პრობლემებს ქმნის.
საიჯარო ხელშეკრულებები არ არის გათვლილი, ვთქვათ, მრავალწლიან კონტრაქტზე, ეს არის ერთწლიანი კონტრაქტები დადებული და ისინი ყოველთვის დგანან იმის საშიშროებაში, რომ შეიძლება მოუწიოთ ამ ფართის დატოვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის პოლიკლინიკა გამყოფ ხაზთან არის უშუალოდ ახლოს ენგურთან და ის არა მხოლოდ იქ განსახლებულ დევნილეს ემსახურება ზუგდიდი მართლმხედველობაში და მის შემოგარენ სოფლებში, არამედ ენგურს გაღმიდან გადმოსულ მოსახლეობაზე. რაც შეეხება ჯვარის პოლიკლინიკას, ის არის წარმატებული, არის ლიდერი მის დარგში რეგიონში და ძირითადად დაკომპლექტებულია ისიც დევნილი სამედიცინო პერსონალით. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ამ მხრივ აქვს ხობს. მათ არა აქვთ შესაბამისი ფართი, ამიტომ სრულად ვერ იყენებენ იმ პოტენციალს, რითაც შეუძლიათ იმუშაონ. რა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობაც იმუშავებს ამ საკითხზე, რომ უახლოეს მომავალში ისინიც ღირსეულ პირობებში იმუშავებენ და შეძლებენ თავისი საქმიანობის განხორციელებას. ისინი დღეს უკვე გახდნენ შეპესეები, არ არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დიდი პლუსი კიდევ ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკების შენარჩუნების ის არის, რომ შენარჩუნდა დევნილი კადრები. 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მზიურში შეიკრიბნენ ჟურნალისტები და პატივი მიაგეს კოლეგებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. მზიურში ქართულ ჟურნალისტთა მემორიალური დაფა დგას, რომელზეც აფხაზეთის ომში დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული. უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩვენ ჟურნალისტებს მივულოცო 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღე. ეს თარიღი შევარჩიეთ ჩვენ ჟურნალისტებმა, რადგანაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გმირი ჟურნალისტები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ პროფესიული დღესასწაული. ეს უნდა იყოს ჟურნალისტების ხეივანი და არის კიდევაც ასეთი სახელწოდება ჩვენ ტრადიციულად შევინარჩუნეთ. გადავწყვიტეთ, რომ აქ მთელი კომპლექსი უნდა გაკეთდეს. მემორიალ კომპლექსში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გავაკეთეთ კიდევაც კალმებისაგან შევკარით ჟურნალისტების ვარსკვლავი, ჟურნალისტური ვარსკვლავი და ყველა გამოჩენილი ჟურნალისტი, რომელიც თავდადებულია თავის სამშობლოსათვის, ეროვნულ ინტერესებს ატარებს და საზოგადოების ინფორმირებაზე, ობიექტურ ინფორმირებაზე ზრუნავს, ყველა გვინდა წავახალისო, გვინდა რომ ჩვენ მემორიალური დაფა იყოს გაკეთებული, სადაც აი გარდაცვლილი ჟურნალისტები, ჩვენი გმირი ჟურნალისტების ვარსკვლავებთან ერთად იქნებიან ის ჟურნალისტები, ვინც დაუშვათ თავის პროფესიას, შესწირა თავისი ცოცხლი ან თავისი ენერგია და თავისი ნიჭი. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა ჩვენ კოლეგას ქართული ჟურნალისტიკის დღე და გამოვთქვა იმედი, რომ მოვა ის დრო, როცა ჩვენ სოხუმიდან და გაგრიდან გადავსემთ რეპორტაჟებს და ეს იქნება ერთიანი საქართველოს ფარგლებში. მინდა უსურვო ჩემ კოლეგებს შემოქმედებითი წარმატებები. ამავე დღეს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მიუკერძოებლობა და სწორი ინფორმაციის გაშუქება, ასეთია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი პროფესიის წარმომადგენელთა სურვილები საკუთარი თავისა და კოლეგებისადმი. ყველა ჟურნალისტს მინდა მიულოცო და ყველას მინდა მოუწოდო, რომ იყვნენ მართლები, მიუკერძოებელი და ადამიანებამდე მიიტანონ და მთავრობამდე მიიტანონ ის, რაც სათქმელია. თავარი არის ის, რომ შენ გრძნობდე დამოუკიდებლად თავს და შეგეძლოს პრინციპულობა, არ გეშინოდეს არაფრის. დღეს, როდესაც მე მომცეს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჟურნალისტისთვის. ეს იქნება კომენტატორი, ეს იქნება მწერალი, თუ არა აქვს მნიშვნელობა. ყველა ჟურნალისტია. და უნდა იცოდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გზნობით უნდა მოეკიდოს თითოეულ თავის დაბეჭდილ თუ დაწერილ სიტყვას. ასოს, თითოეულ ასოს, იმიტომ რომ სწორედ ჟურნალისტს შეუძლია დაანგრიოს ყველაფერი და ჟურნალისტს შეუძლია ააშენოს ყველაფერი. მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ რომ ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე დღეს მოხდა პირველი ჩემი პროფესიული კუთხით პირველად აღიარება. მივიღე დღეს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება და ვარ ძალიან ბედნიერი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ბატონ ჰამლეტს ამ ყველაფრისთვის, რომ მე დღეს ასე გამახარა და ჩემი ღვაწლი დააფასა და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა ჟურნალისტს აი ეს მნიშვნელოვანი დღე.
21 მარტის ქართული ჟურნალისტიკის დღედ გამოცხადება პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად საქართველოს გაზეთი, შემდეგ კი ქართული გაზეთი ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს გამოიცა, ახალი სტილით კი 21 მარტს. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. შეკრებაზე საბჭოს წევრებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან მომხდარი ინციდენტი განიხილეს. საბჭოს წარმომადგენლებმა დაგმეს აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შემოქმედებით ჯგუფზე თავდასხმა, რაც მედიაზე ზეწოლად შეაფასეს და საკითხის სამართლებრივად გამოძიებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ჩვენთვის აფხაზეთელებისათვის და მთელს სრულად საქართველოსათვის ის წმინდა ადგილი არის და ამიტომ რაც არ უნდა გამახიზიანებელი შენთვის იყოს ესა თუ ის პოლიტიკური საკითხი რაც ეხება მედიას მუშაობას ხელის შეშლა და შეურაცხყოფა კიდევ მე ამას ალბათ უფრო რბილად ვამბობ ვიდრე იქ იმ ინციდენტის დროს მოხდა თქვათ ამას ალბათ მე მაინც ასე მგონია რომ სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ შეფასებას მისცემენ. ეს სამწუხაროდ არ არის პირველი ფაქტი, აქ უკვე საუბარი იყო ფაქტურად ფიზიკურ ზეწოლაზე, მაგრამ როგორც იტყვიან, ვთქვათ, აი სულიერი ზეწოლა და ძალიან უხეში ჩარევა იმ გაგებით, რომ უსამართლო ჩარევა ვთქვათ, სოციალური ქსელებით, ოფიციალური განცხადებებით, ასევე თავისი ზოგიერთი ორგანიზაციის ინტერნეტ ტელევიზიებით აი ამ ცენტრის საქმიანობაზე, ასევე სამეთვალყურე საბჭოს წევრებზე დიდი ხანია უკვე ფაქტურად თითქმის აი ამ ცენტრის დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში ხდება ვთქვათ ზეწოლა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია გამოეხმაურა. ნებისმიერი შეზღუდვა პროფესიული ნიშნით ჟურნალისტის სისხლის სამართლის დანაშაული არის, ეს საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მთავრობის წევრი იქნება სამართალდამცავი ორგანო თუ რიგითი მოქალაქე თუ არასამთავრობო, ეს არის სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად თუ ვიღაცას ექნება მცდელობა რომ ხელი შეუშალოს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, ის აუცილებლად პასუხს უნდა აგებდეს სამართლის წინაშე და ალბათ სასამართლომ უნდა ემჯელოს ამაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვათ მსგავს ქმედებს. ქალების სიცოცხლისა და მშვიდობისათვის. ასე ეწოდებოდა საგანმანათლებლო შემოქმედებით კონფერენციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. შეხვედრა სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებდა, მათ შორისაა საუბრები და ექსპოზიცია ქალთა უფლებების შესახებ. ქალთა უფლებები, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს უფრო მეტად. ქალები უნდა ჩაებნენ აქტიურად საზოგადოებაში და ჩვენი წვლილი ქალებმა შევიტანოთ, მოვახმაროთ ჩვენი უნარი, ძალა და ხონი საქართველოს. ღონისძიებაზე მოეწყო პატარა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა კონკურსი. მათ შორის საბათ შიხოშვილის ნახატმა პირველი ადგილი დაიკავა და ავტორი გამარჯვებული გახდა. მიხარია რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში. დღეს მე მოვიტანე ორი ნახატი და ერთ-ერთი არის დედა როა ჩახუტებული შვილთან. მე და დედა ვართ ეს. მინდოდა ამით გამომეხატა თუ როგორ მიყვარს დედა. მეორე ნახატია დედასთვის საჩუქრები. ჩვენ ყოველ წელს ტრადიციულად ვატარებთ ღონისძიებას ქალის სიცოცხლისა და მშვიდობისათვის. ჩვენს ქვეყანაში დღითი დღე უფრო აქტუალურად არის ჩართულობა ქალებისა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, მის პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში. მომავალშიც გაგრძელდება ეს ტრადიცია აუცილებლად და არაერთ ღონისძიებას დავგეგმავთ ჩვენს მეგობარ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად. აქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან. მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანება დევნილთა პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აფხაზეთიდან დევნილები შეიკრიბნენ. ისინი მინისტრ სოზარ სუბართან დებატების რეჟიმში შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საცხოვრებელი ფართების დაკანონება და პირობების გაუმჯობესება.
23 წლის განმავლობაში არ ღირსებია არანაირი თავშესაფარი, 8 წელია შევყავი თავი გლდანის მეშვიდე მიკროს ყოფილ სახმართველობის შენობაში. იქ არანაირი ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ გაგვაჩნდა. 8 წელია უშუქოდ ვიყავით და გლდანის გამგეობა მიიტანა გულთან ჩვენი გასაჭერი და გაგვიკეთა და დაგვაფინანსა და გაგვიკეთა დენი 1 თვეა დენი გვეღირსა. ჭერი გვაწვიმს ჭერზე მან ცხოვრობს მცირეწლოვანი ბავშვები, ინვალიდი, 6 ოჯახი, მცირე შენობა, 6 ოჯახისთვის საკმარისი და ვითხოვთ ელემენტარულ პირობებს. ჩვენ ახალბინას არ ვითხოვთ, ვითხოვთ მაგის დაკანონებას. ძალიან ცუდ პირობებში ჩამოვედით მასთან, მცირეწლოვანი შვილები, მაშინ ქვეყანას უჭირდა და ნათესავთან, იცით, ქართული ბუნება როგორია, ნათესავი გაჭირებაში თუ დაგეხმარება, ხო? და აი ასე გაჭირებულმა ადამიანმა კიდევ ჩვენც გაჭირებული შეგვიფარა. დღეს ეხლა როცა კანონი არსებობს იმისა, რომ თბილისში მოხდეს განსახლება, აი გაჩვენეთ ეხლა, რომ მე რა მომივიდა პასუხად, აი ამას გაჩვენებთ ეხლა, რომ მე თითქოს შემოსავლები მაქვს ისეთი, რომ არ საჭიროებ განსახლებას. ეს ის ხალხია, ვისაც აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, ვისაც დავაყენეთ შუამდგომლობები, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა არ მოგვარებულა და დღეს გადავედით უფრო რადიკალურ, ასე ვთქვათ, მოქმედებაზე და ვითხოვთ დებატებში გაგვცეს კონკრეტულ ოჯახებზე პასუხი ბატონმა მინისტრმა, კონკრეტულ ობიექტებზე აუხსნას დევნილებს ვის რა ბედი ელოდება მომავალში და ასევე ვაყენებთ ბინით უზრუნველყოფის საკითხს ამ კონკრეტულ ოჯახებზე, ვიც ჩვენ შევისწავლეთ და ვისაც ბინები არ აქვს და 320 ბრძანებაში გვინდა შევიდეს ცვლილებები, ჩვენ ეს ცვლილებების პაკეტი შევიტანეთ უკვე დევნილთა სამინისტროში და გვინდა ამ სამარცხინო კრიტერიუმების შეცვლა. დებატების ორგანიზებაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, ახლა დებატების ორგანიზება უნდა გააკეთოს ტელევიზიამ და არა სამინისტრომ აქ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შეხვედრები როგორც დევნილებს, ასევე იმ პარტიას, ვინც უწევს ორგანიზებას დღევანდელ აქციას. და გარდა ამისა, პარტია მე ვიცი, რომ აცხადებს თითქოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ბინები ნაწილდება, მათთვის არის მიუღებელი. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში ამ შემთხვევაში და განიხილება, იმიტომ რომ ამას მარტო დევნილთა სამინისტრო არ წყვიტავს კრიტერიუმებში რაიმე სახის ცვლილებებს ან ბინის მიღებას. ამაში ჩართული არის არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, დონორი ორგანიზაციები და მათთან კოორდინაციით ხდება და მათთან შეთანხმებით ყველა ეს ცვლილებები და განაწილება პროცესიც. ეხლაც ამ წუთასაც მიმდინარეობს კომისია, სადაც ესევე ესწრება ეს ყველა მათი წარმომადგენლები. საზოგადოებრივი პროექტი სამი სავარძელი. ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაერთიანდა მხატვრობა, მუსიკა და მწერლობა. როგორც საღამოს ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიებას ტრადიციული სახე ექნება და მომავალშიც გაგრძელდება. ეს იყო პირველი ღონისძიება, შემდეგი ღონისძიება იგეგმება 1 თვის შემდეგ, ძალიან საინტერესო ჩატარდა, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ხელოვანი ხალხი ხვდება ერთმანეთს, უკეთ იცნობენ ერთმანეთის შემოქმედებას. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს, დაგვიმეგობრდეს და მათი შემოქმედებაც წარმოდგენილი იქნება. ეს გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი იქნება სამივე სფერო ყოველ შეხვედრაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საერთოდ პროექტს, ამ იდეას, რომელიც შექმნა შესანიშნავმა პოეტმა ქეთევან შენგელიამ. გეხსენებათ, რომ მე ვარ სოხუმელი აფხაზეთიდან, ამიტომ ორი ნამუშევარი ეს არის პირდაპირ აფხაზეთის თემა, დიალოგები, საუბრები ხელოვნებაზე. განსაკუთრებულად ის შემოქმედნი იქნებიან, ვისაც ნაკლებად იცნობს საზოგადოება. და აქცენტები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გაკეთებული ახალგაზრდებზე, რადგანაც ეს მომავალია და მომავალი გვაქვს. ძალიან კარგი პროექტია, ძალიან სასიამოვნოა, რომ ხელოვნების სამი სფეროს ადამიანები ერთად გაერთიანდნენ და კარგად ჩატარდა ეს პირველი ღონისძიება. დიდი მადლობა ამ იდეის ავტორს. მე წარმოვადგინე პოპულარული მუსიკა, ჩვენი ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის, ასევე
მუსიკა კინოფილმებიდან, რაც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიებია. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალშიც დიდი წარმატებით გაგრძელდება. კვირის თემა. დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების 35 რაუნდი. განხილულ საკითხებსა და მოლაპარაკებების შედეგებზე ჩვენ სიუჟეტში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35 რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. მონაწილეობდნენ აგრეთვე ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად მოლაპარაკებების 35 რაუნდზე მიღწეული იქნა შეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის თვეში შესაძლოა ეს შეხვედრები განახლდეს და მისი ფორმატი ერგნეთის შეხვედრების მსგავსი იქნება. ჩვენ მივესალმებით გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას, რომელიც 4 წელია არ ფუნქციონირებდა. ეს არის მექანიზმი, რომელიც ასე თუ ისე უზრუნველყოფს გარკვეულწილად სტაბილურობას და იმ პრობლემების უზრუნველყოფას, რომელიც იქ მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას ჭირდება დაცულობა და შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ ეს ფორმატი იმუშავებს ეფექტურად და იქნება კონსტრუქციული მონაწილეობა და შესაბამისად იქნება მისი რეაგირებაც ეფექტური. ადრე არსებობდა ეს მექანიზმი და სხვათა შორის ძალიან კარგად ფუნქციონირებდა. მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა ხდებოდა აი ოპერატიულად აი ამ მექანიზმის, ასე ვთქვათ, ამოქმედებით და თუ ის ძველ ფორმატში ამოქმედდება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. ეს არის ალბათ პირველი კონკრეტული რაღაც ესეთი გადაწყვეტილება დადებითი. მე ვფიქრობ, რომ რიგითი მოსახლეობისთვის, როგორც აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ცხინვალის რეგიონში ერგნეთის ფორმატში მუშაობს ეს ფორმატი, მაგრამ აი ახალი და სიახლე ის გახლავთ, რომ უშუალოდ აფხაზეთის მიმართულებით გალის რაიონში იქნება ასეთი მუშაჯგუფი შექმნილი. რიგითი ადამიანებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ უსწრაფესად მოხდება რეაგირება ყველა იმ ინციდენტებზე, რომელიც შესაძლებელია რომ დაფიქსირდეს და მოხდეს აი ამ ტერიტორიაზე, აუცილებლად იქნება ცხელი ხაზი, იმიტომ რომ ცხინვალის მიმართულებით უკვე მუშაობს ცხელი ხაზი და თუ კი რაღაცა დაფიქსირდება ისეთი არასასიამოვნო ფაქტი, ინციდენტი, რომელიც შესაძლებელია ბუნებრივად ფიქსირდება ხა და ვერც ვიგებთ ბევრ ასეთ ფაქტებს, უკვე მიეცემა ადამიანებს საშუალება რომ უსწრაფესად მოახდინონ რეაგირება და სწორედ ამ ინციდენტების პრევენციის ჯგუფი თუ გაიხსნება და ჩვენი ინფორმაციით როგორც დღეს გავრცელდა დაგვიდასტურეს რომ ჟენევაში მიღწეული იქნა ამგვარი მოლაპარაკება ძალიან წაადგება ადამიანებს, რომლებიც აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე. ითქვა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას, როგორც თავისუფალი გადაადგილების, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხი და მოითხოვეს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, რომ საკითხი უკვე მრავალი რაუნდის ფარგლებში წარმოადგენს საერთაშორისო ყურადღების საგანს, ადგილზე მდგომარეობა არ იცვლება, მიიჩნევს ქართული მხარე. ჟენევაში კვლავინდებურად შედგა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დემლთა დაბრუნების საკითხებზე. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ქართულმა მხარემ მოითხოვა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არსებითი შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვა. ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.
ამასთან რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს. გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც მემართულია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალგაზრდა მომღერალი აფხაზეთიდან ნათია თადუა ჩვენ სიუჟეტში. 25 years in my life is still trying to get another script, make it long hope for a destination and nothing here. ნათია თადუა გალში დაიბადა. სოფელ ნაბაკევში გაიზარდა. გალის რაიონის საზღვრისპირა სოფელში გოგონამ სკოლა დაამთავრა და უკვე შემდგომ თბილისში ჩამოდის. აქედან კი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. თბილისში ტრენინგებზე ჩამოვედი. helping hands ტრენინგებზე 5 თვით ვიყავი ჩამოსული დედაჩემთან ერთად და დაემთხვა ისე რომ ამ დროის განმავლობაში მოვხვდით ბიძაჩემთან სახლში და აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ არა ეს შეხვედრა ბიძაჩემთან ესე მოვლენები ვეღარ განვითარდებოდა მოისმინა ჩემი ნამღერი და დედაჩემს უთხრა რომ მოდი უფრო სერიოზულად შევხედოთ ამ საქმეს. პირველი წარმატება გადამწყვეტი აღმოჩნდა და მთელმა ოჯახმა თბილისში დარჩენა გადაწყვიტა. დღეს ყველას თავისი საქმე აქვს. ნათიამ სტუდენტური ცხოვრება დაიწყო და მუსიკა ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ამ პერიოდში გამოჩნდა კონკურსი მაქთიფანი, რომელიც მაესტროზე გადიოდა, იყო რეალიტი შოუ. უნდა ერჩიათ 18 მონაწილე და გვიწევდა მოკლედ ამ კონკურსანტებს მე მაესტროში ცხოვრება, ყოველ შაბათს იყო ლაივები და მე გამარჯვებული გამოვლინდა 2 თვის შემდეგ. პირველივე კვირას აღმოჩნდა აუთსაიდერებში და მჭირდებოდა მხარდაჭერა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი ადამიანი მხარში დამიდგა როცა იცოდნენ რომ ვიყავი აფხაზეთიდან. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება მუსიკალურ ესეთ სფეროში. მაქთიფანის მერე გადავწყვიტე რომ მოდი სტუდენტური ცხოვრება გავაგრძელოთ. ჩავაბარე უნივერსიტეტში, მოხდი კავკასიის ბიზნეს სკოლაში. ახლა ვარ ჯანდაცვის მენეჯმენტის და ეკონომიკის სკოლაში მესამე კურსზე. სცენაზე გამოსასვლელად დევნილი ნათია თოდუა ემზადება. მაქთიფანიდან 1 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ჩატარდა X Factor-ი. მივიღე აქ მონაწილეობა და ზუსტად ის მონაწილეები მოხდით მაქთიფანში ვინც ვიყავით. Put a spin on you. Close your mind now. You better stop the things to do. სადღაც 1 წლის თავზე შემოთავაზება მივიღე უკრაინის X Factor-დან. მე და დედაჩემი წავედით, გავფრინდით. გავცივდი ყველაფერი იმ დღეს დამემართა რაც შეიძლებოდა რომ ხელშემშელი ფაქტორი ყოფილიყო მომღერლისთვის და საშინელი ხრინწიანი ხმით გავედი სცენაზე და როცა ვთქვი რომ მეთქი ჯენის ჯოპლინის სიმღერა უნდა ვიმღერო მაშინვე შემამჩნია ჟიურის სახე რომ ძალიან ისეთი რაღაცაი მოლოდინი რომ ძალიან დიდი აქვს და თან რო ეჭვიებარებად რომ დგას პატარა სუსტი გოგო და რომ უნდა იმღეროს ჯენის ჯოპლინი ჩავასრულე ჯენის ჯოპლინის Cry Baby პირველ კასტინგზე, რასაც მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება.
იყო ძალიან დიდი სტიმული ჩემთვის. აი იმის მერე რომ არაფერი არ გაგრძელებულიყო, ჩემთვის იყო იმის ხაზგასმა, რომ ამ ეტაპზე არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავაგრძელო. უკრაინის X-ფაქტორი დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. პროექტმა უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა და სამომავლო გეგმებიც უფრო მასშტაბური გახდა. მოვხდი 200 არჩეულში, ამ 200-დან სადღაც 18 ვიყავით ქართველი, გადასული ბავშვები. სასტიკესი რეჟიმი იყო, აი ბოლომდე რომ უნდა გამოგცადონ, გაუძლებ თუ არა. სადღაც 2 ან 3 საათი ქონდა მთელი დღე და ღამის განმავლობაში ძილისთვის დრო. სიმღერას მოგცემდნენ და 2 საათი ქონდა მისთვის რომ გესწავლა, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი სკოლა, ანუ ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. და შემდეგ მოვხდი 24 მონაწილეში. 3 მონაწილე უნდა დარჩენილიყო თითოეული კატეგორიიდან. ამ 3-ში ვერ მოვხდი სამწუხაროდ. და ვფიქრობ ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რუსულ ესტრადასთან არ მაქვს ასე ვთქვათ სიახლოვე და ვფიქრობ, რომ ჩემი ჟანრი არ არის და რაღაცა ვერ ვირგებ. ვფიქრობ, რომ როგორც უკრაინის X-ფაქტორისთვის სამეულში მონაწილესთვის მზად არ ვიყავი მე. და შემდეგ ჩამოვედი საქართველოში. აქ ყველა ჟურნალი იყო თუ გადაცემა იყო მეხმიანებოდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან დიდი მადლიერი ვარ შენი, რომ ესეთი კარგი გამოსვლა გქონდა, რაღაც სიუჟეტების ჩაწერა იყო და ასე შემდეგ. დღეს ჯგუფ ვაკის პარკის წევრია. ამბობს, რომ ეს მისი მეორე ოჯახია, თუმცა მიზნის მისაღწევად სიახლეა საჭირო. ამიტომაც უკვე ზაფხულიდან სწავლისა და კარიერის გაგრძელებას საფრანგეთში გეგმავს. სჯერა რომ დასახული მიზნები რეალობად იქცევა. დღესდღეობით ვარ ჯგუფ ვაკის პარკში. მე და თათია ყურაშვილი ბაქთიფანის მონაწილე იყო ისიც. გვაქვს კონცერტები, გვაქვს ასე ვთქვათ მუშაობთ ბარებში, პაბებში, კლუბებში. გვაქვს კორპორაციული საღამოები, ასევე ვიყავით აზერბაიჯანში, ბაქოში ქონდა კონცერტი, ქონდა ერევანში კონცერტი და ასე ვთქვათ ვაკის პარკი არის მეორე ოჯახი ჩემთვის. მაისში ვაპირებთ, რომ კონცერტი გავაკეთოთ. იქნება რამდენიმე ქალაქში და ბოლოს დამთავრდება თბილისში. ამის შემდეგ ვაპირებ, რომ წავიდე საზღვარგარეთ, კერძოდ საფრანგეთში. ჩავირიცხე საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტში. მაგ ისეთი სიმღერა დაწერილი, რასაც უბრალოდ ვერ ჩამოვაყალიბებ, რადგან ამის პირობები არ მაქვს. და ვფიქრობ, რომ იქ აუცილებლად შევძლებ, რადგან ამის შესაძლებლობა უფრო მეტია. ბავშვობაში ჩემი უცნებაც იყო, მომღერალი ყოფილიყავი, ხანდახან ხმაურს იწევდი და ასე რომ ნათიამ ამ ჩემს ოცნებებს ფრთები შეაცხადა. საგნებიც უნდა ისწავლო, თავის მუსიკას უნდა მიყვეს, მაგრამ ჯერა რომ მე მგონი მოახერხებს რა, იმიტომ რომ მონდომებულია. უყვარს მრავალფეროვნება. თბილისში გადმოსვლის შემდგომ ახალი მეგობრებით შეიძინა და როგორც თვითონ ამბობს, ურთიერთობები ადამიანებთან აბედნიერებს. ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ მუსიკალური მონაცემების, არამედ ჩაცმის სტილის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის გამოც. სცენაზე მუდამ ორიგინალურად ჩაცმული მომღერლის უკან დედა დგას, რომელიც მისთვის კერავს. უფროსი დაკიცდილობს ნათიას მაკიაჟი ყოველთვის განსხვავებული იყოს. ასე მგონია, რომ ყველაფერი უხდება, მაგრამ უფრო მხიარული ფერები, ნათელი ფერები. მგონია, რომ ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან მონდომებულია და ყველაფერი გამოსდის, რაც უნდა და არის ძალიან დადებითი პიროვნება. ნათია მუდამ გზაშია, სიახლის ძიებაშია, მაგრამ ერთი რამ მაინც ყველგან თანსდევს. ეს აფხაზეთია. საფხულში ვიყავით ოჯახის წევრები, მეგობართან ერთად სოხუმში. და აი ვერ ავღწერ იმ ემოციას, რაც გქონდა, იმიტომ რომ უბრალოდ ლამაზი ქალაქი არ არის, აი რაღაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ ქალაქს. მონატრება, აი ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება დევს ამ ქალაქში და მეგონა რომ აი ყველას ოცნება მე ავიხდიე. ჩემი ოცნება
არის რომ შვიდად ცხოვრება შეუძლო ოჯახთან ერთად სოხუმში, სადაც ვოცნებობთ ყოფნას არა მარტო მე, არამედ სრულიად მთელი საქართველო. You don't black to her, I won't lie to, but I'll go back to life. საქართველოს ნაკრებს 5-0 ჯილდოს გადასცემს რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წელს რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა. 19 მარტს ქართველმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით მატჩში ერთ-ერთი პრინციპული მეტოქე და დიდი სარაგბო ისტორიის მქონე რუმინეთი რეკორდული ანგარიშით 38-9 დაამარცხეს. ამით ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული მოუტანეს საქართველოს, რომელიც ბორჯღალოსნებმა 50000 გულშემატკივრით სავსე სტადიონზე მოიპოვეს. ამას წინ უძღოდა სოჩში რუსეთთან გამართული მატჩი, სადაც საქართველომ რუსეთი ტრადიციულად დაამარცხა. რუსეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პირველად შევიდა მსოფლიო რაგბის რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში. დამარცხებული რუსეთი კი მე-20 ადგილზე დაქვეითდა. რუმინეთთან მატჩში დინამო არენაზე არნახული სარაგბო განწყობა შეიქმნა. ამჯერად რაგბის მოყვარულები ბრწყინვალე თამაშისა და ნამდვილი სარაგბოს ზეიმის მონაწილენი გახდნენ. ამას მოწმობს რეკორდული რაოდენობის 6 ლელოს დადება ქართველი მორაგბეების მიერ. ამ ბრწყინვალე და ზოგადად გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უცხოეთის სხვადასხვა წამყვან გუნდებში მოასპარეზე აფხაზეთის მკვიდრმა მორაგბეებმაც. ბორჯღალოსნებმა მეცხრედ მოიპოვეს რაგბი ევროპის პირველობა. მე-11 იმარჯვეს წლიურ უმცროს 6-ზე. მე-6-ით შეასრულეს სლემი, ძლიეს ყველა მეტოქე. მე-10-ით მოიპოვეს რუმინეთთან საწილო ანთიმოზ ივერიელის თასი. ხოლო შარშან 2015 წელს მე-5-დაც მოიპოვეს სოფლიო თასის საგზური. ალბათ უფრო გახსნილი თამაშის გვინდოდა, ვეცადეთ და მე მგონი რაღაც გამოვიდა, რაღაც არ გამოვიდა. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება ძალიან კარგი ბიჭები დაიმატეს, ძალიან კარგი თამაში შემოგთავაზეს. ეხლა ძალიან მინდა აქ მიკროფონი მეჭიროს და ამ ხალხს მადლობა მოუხადო აქ მობრძანებისთვის რა. დიდი სიამოვნებით ნახავენ ამას და ქეთს მოვიხრი ყველას წინაშე რა და მთელ საქართველოს სულოცავ ამ გამარჯვება. იყოფი ანყოფი, სიმხელა მადლობა უნდა მინდა გადაუხადო რომ ეს ამათთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. ეს არის თითოეული აი ამ სპორტსმენის თავდადება, მართლაც გმირული თავგანწირვა, რამაც ეს ძალიან დიდი წარმატება მოიტანა. მინდა ყველას მიულოცო, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, მინდა მიულოცო სპორტსმენებს, მინდა მათ წვრთნელს მიულოცო და დიდი მადლობა გადაუხადო აი ამ ხელა გმირობისა და თავდადებისთვის. ეს მარტო სპორტი აღარ არის, უკვე ეს არის ეროვნული სულისკვეთების გამოხატულება და ძალიან მოხარული ვარ და ამაყი ვარ დევანდელი დღით. Magarada dakhari Magarada dakhari Oriana de Omasakara Zamenisata La vida gesturoka Dasana Magarada dakhari Magarada dakhari Tera sabitavali
შეყარა 6 ერში ბორჯღალოსნების დამატების შანსები უფრო და უფრო იზრდება. რაგბის კომაგებს და მის მესვეურებს აიმედებს ქართული რაგბის სტაბილური აღმასვლა და უპრეცედენტო წარმატებები, რითაც მორაგბეები გვანებივრებენ ქართულ გულშემატკივრებს. ბორჯღალოსნები ახალ გამოწვევებს ეძებენ, რათა გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და გამარჯვების ახალი მწვერვალები დაიპყრონ. კიდევ ერთხელ ვილოცავთ ქართველ მორაგბეებს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ. ჩვენ კი ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.